როგორ დავებრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამ კითხვაზე პასუხი რასაკვირველია ყველა ქართველს აწუხებს უბრალოდ ხანდახან გვიჭირს ხოლმე კონცენტრაცია და პრიორიტეტების სწორად დასახვა ჩემი აზრით ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი როგორც არსებობს ინდივიდუალური ტრავმა ანუ მაგალითად მე არ შევწარე რაღაც საშინაო მკვლელობას ან მაგალითად პირადად მე გადავიტანე რაღაც ძალიან საშინელი რომელსაც ვერ ვაღწევ თავს და მაქვს ფლეშბეკები ანუ მაქვს იმის შეგრძნება რომ ბრუნდები ისე უკან წარსულში და ამიტომ ყველანაირად თავს ვარიდებ მსგავს სიტუაციაში მოქცევას ყველანაირად თავს ვარიდებ ამაზე ფიქრს რამაც შეიძლება გამახსენოს აი ეს ჩემი ტრავმატული გამოცდილება ყველაფერს ვარიდებ თავს ეს რაღაც მომენტში რაღაც ასევეა ეროვნული ტრავმაც, როდესაც ერს აქვს რაღაც ტრავმა, რაღაც მნიშვნელოვანი ტკივილი, რაღაც ძალიან ცუდის გადატანა, როცა მოუწია, აბსოლუტურად ხდება იგივე. ოღონდ ამ შემთხვევაში კოლექტივურად იმ ქვეყნის მოქალაქეები ვარიდებთ რაღაც კონკრეტულ საკითხს და ფიქრს თავს, რატომ არის ეს დამეზიანებელი. ინდივიდუალური ტრავმის შემთხვევაში რაღაც პერიოდი ამას შეიძლება იმუშაოს და კარგი შედეგიც გამოიწვიოს. ზოგადად ჯობია რომ ტრავმის შემდეგ ვიღაცას გავისაუბროთ, ან ჩვენ თავთან დაუჯდეთ, არ შემოდგიულის კიდევ წეროთ და ისიც კი შეიძლება დამხმარე იყოს, მაგრამ რაღაც მომენტში გჭირდება რომ მე ცოტახანი თავი ავარიდოთ, ცოტახანი ეს სხვა რაღაცაზე გადავიტანოთ ყურადღება და როცა ამისთვის სამზადისი გვექნება, მერე დავუბრუნდეთ ამ ჩვენს პრობლემას, ამ ჩვენს მიღებულ ტრავმას და მერე გადავამუშავოთ. ხო ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ აღარც დავუბრუნდები, იმიტომ რომ ჩემს ჯანსაღ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის და შემიძლია უბრალოდ მივაძინო და იყოს თავისთვის. ზოგადად აი ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი თავარი მიზეზი რატომაც შეიძლება წავიდეთ ფსიქოთერაპიაზე არის ის რომ ახლა მე მაგალითად რაღაცა დიდი ტრავმა გადავიტანე ანუ არა შეიძლება ობიექტურად იყო დიდი ტრავმა მაგრამ სუბიექტურად ჩემთვის ამას ძალიან დამაზიანებელი შედეგი არ მომტანია შესაბამისად მე ჩემ ამ ტრავმას არასდროს აღარ დავუბრუნდე მაგრამ როდის უბრუნდები ამ ტრავმას ფსიქოლოგთან ერთად როდის ვიწყებ ამ ტრავმის გაანალიზებას ხო ვიწყებ მაშინ როდესაც ხვდები რომ ჩემს ჯანსაღ ფუნქციონირებას ხელს უშლის იგივე ეროვნული ტრავმის შემთხვევაში აი მაგალითად შესაძლოა გადაგვიტანია აი მაგალითად ირლანდიაში როგორც გადაიტანეს მე-19 საუკუნის მეორე შუა ნახევრიდან მეორე ნახევრის ბოლომდე დაახლოებით როდესაც იყო დიდი შიმშილი 1845 წელს დაიწყო და გაგრძელდა რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანები უბრალოდ შიმშილით იხოცებოდნენ ქუჩაში ჩვეულებრივ იწარმოებოდა პროდუქცია ყველაფერი უბრალოდ ხდებოდა ყველაფრის ექსპორტი და გატანა მოსახლეობას მხოლოდ ჰქონდა კარტოფილის ჭამის უფლება ირლანდიელები იხსენებენ ამას, მაგრამ ნუ ამაზე არ სხედან, აღარ მსჯელობენ ისე ძალიან, ნუ ამაზე არ აგებენ რაღაც სერიოზულ მოკლედ მუშაობს სპეციალური ჯგუფი ალბათ სავარაუდოდ რომელიც ამ ყველაფერს შეისწავლის, მაგრამ როგორც ასეთი ეს არ ხდება რაღაც დიდი ანალიზის გასჭა, ხო უბრალოდ აიხსენებენ ამ პერიოდს პატივსცემენ საკუთარ წინაპრებს, მაგრამ ეს არ არის მათი მთავარი საზრუნავი და ანალიზის ობიექტი. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ტრავმა მართალია მოხდა, მაგრამ ამის მოხდენის შემდეგ ჭირდება რომ ამაზე მოახდინოთ რეაგირება, ხო? ანუ აქ ის კი არ არის რომ მე რაღაც გადავიტანე, მე როგორც სახელმწიფომ გადავიტანე რაღაც დიდი დარტყმა და თქვა რაღაცებში აისახება აი მაგალითად ეკონომიკური პრობლემები, ხო? აი მაგალითად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური პრობლემებიდან შესაძლოა ისე მარტივად ვერ ვახერხებდეთ გამოსვლას, მაგალითად შესაძლოა ჯერ ადრე იყო პირდაპირ სრულიად ღია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, აი მაგალითად შესაძლოა რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში, აი მაგალითად თუნდაც კულტურულად, ხო, რაღაცებში შეიძლება გქონდეს სერიოზული შავი ხვრელები, რასაც უნდა დავუბრუნდეთ ფსიქოლოგიურად გადავამუშავოთ და ჩვენ თავში ვიპოვოთ ძალა, მაგრამ ისიც კი არ არის, ხო? აქ არის უფრო უკიდურესი მაგალითი, როდესაც უშუალოდ ხდება თვალების ახვევა და საითკენღაც არ გახედვა. როდესაც ობიექტური პრობლემა ისევ იქ არის, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანმა უბრალოდ მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და ფუნქციონირებაში უშლის ეს ფსიქოლოგიური ტრავმა ხელს არა უბრალოდ აქვს ჭრილობა და სისხლისგან იცლება. ეხლა მე რასაც არ უნდა ავდგე და თვალები დავფუჭო და იცი რა რაც იყო და წარსულია, ანუ ეს იქნება სრული სისხლი და ეს იქნება გზა საკუთარი თავის დაღუპვისკენ. იგივეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში. ყველა ქართველს გვასწავლეს, ყველა ქართველი მივაგებთ პატივს ჩვენს ღირსეულ წინაპრებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ ომში. ჩვენს დევნილებს ვცდილობთ რომ დავაფასოთ, მაგრამ და ჩვენთვის აი ყველასთვის თავარი სალაპარაკო თავარი მიზანი სურვილი ოცნება არის ის რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ხო ჩვენ სახლში და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვენი მიწები რომლებიც ასე უსამართლოდ წაგვერდეს მაგრამ აქ ჩდება მეორე საკითხი ეს არ კმარა იმიტომ რომ ჩვენ რომ თვალს ვიხვევთ რომ აი თითქოს მგონია რომ იმდენად დიდია ეს ტრავმა ჩვენთვის რომ აი გახედვაც კი არ გვინდა თან უმეტეს როცა ესე აი წკაპ ანუ რაღაც სწორი გზა არ არის ხო ეს ნათელი ანუ ესეთი
აღბეჭდილი გზა არ არის, რომ ჯერ ეს, მერე და ამიტომ თვალებს ვიხოთ, რაც არის აბსოლუტურად დამღუპველი ამ შემთხვევაში, პირიქით უფრო და უფრო მეტი მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ამ ვითარებაში. აი მაგალითად, როგორ შეიძლება ვისხდეთ მშვიდად, როდესაც აფხაზეთში არის ასეთი პროპაგანდა, რომ აი თბილისში რომ ჩამოვიდნენ, მათ უბრალოდ დახოცავენ. უბრალოდ დავხოცავთ ჩვენ. ჩვენივე აფხაზ მოქალაქეებს. როცა ასეთ იზოლაციაში იზრდებიან, როცა ბავშვები ერთმანეთს ქუჩაში ჩხუბით ეთამაშებიან იმით, რომ ქართველი მოვა თუ რაღაც, ანუ არ შეიძლება რომ მშვიდად გვეძინოს და არ შეიძლება რომ მხოლოდ რაღაცა ეკონომიკაზე ვისაუბროთ, მხოლოდ რაღაცა არ გვაქვს ამის ფუფუნება ჩვენ დღეს, ნამდვილად არ გვაქვს ამის ფუფუნება, რომ თუნდაც ეკონომიკურ პრობლემებზე კონცენტრირდეთ, მხოლოდ თუნდაც არ ვიცი შენწადი მე მოვალ ხელისუფლებაში, მხოლოდ ამაზე ფოკუსირდეთ და რაღაცა პოლიტიკოსების ჭიდილი იყოს ჩვენი მთავარი განხილვის ობიექტი, არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ არ ვიცი რაღაცა თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირზე ვიყოთ კონცენტრირებული, არ გვაქვს ჩვენ ამ ყველაფრის ფუფუნება. სწორი დრო არის ახლა და სწორი დრო იყო გუშინ, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მეტად სწორი დროა, ამიტომ დღესვე ჩვენი მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ეს. და აქედან გამომდინარე, მე უკვე სხვა რაღაცებზეც უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება. მთავარია გადავრჩეთ ხო ჯერ და მე ვიზრუნოთ ფუფუნებაში ვიყოთ თუ საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდეთ თუ იქნებ მონარქიის აღდგენა ამ ეტაპზე უფრო ოპტიმალური გამოსული, ანუ აქამდე ჯერ უნდა მივიდეთ, ჯერ სისხლისგან არ უნდა დავიცალოთ, ხო? და მე უნდა ვფიქროთ, ეხლა ხვალ რა ჩავიცვა სწავლებაზე რო ვარ დაპატეჟებული, იმიტომ რომ შეიძლება ხვალინდელი დღეს ერთ დაღარ გავვითან. ხვალინდელი დღე გავვითანდება, როგორც ერთი არ ვამბობ, საქართველოს გადარჩება, მაგრამ უნდა ვიცადოთ, რომ ის პრობლემები, რაც მთავარია, რაც შეიძლება მალე აღმოფხვრათ და რაც შეიძლება ინტენსიურად, აი ესე ფოკუსირებულად ვიმუშაოთ პირველ რიგში ამაზე.